მოგესალმებით წელს ბოლოს წინა გადაცემა მორშაბათს შევხვდებით კიდევ შევაჯამოთ დღეს შევაჯამოთ დღევანდელი დღე ხო რაღაცა ამბავი არის თავარი რაზეც იქოქებიან ის რომ დაუდგნენ ფარად 29-ში ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ბაბაიაგას თუ არ დაუდგნენ აი დოლიძის ვიდეოს არსებობს გვაქვს ახლა მოვზევით მე გავუშვებ მოკლედ ადამიანები ჩალიჩობენ იმას ამბობენ იმას რომ ჩვენ ორად არის გაყოფილი აზრი. ერთი ამბობს, რომ ჩვენ დავდგებით და კერდით დავიცავთ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და მეორე ამბობს, რომ კარგით ხალხო ეს სასაცილო იქნება და სხვა შენობებიც ხო არსებობს, სადაც შეიძლება ვითომ პრეზიდენტის სასახლე იყოს. ყველა მსგავს სიტუაციაში ისე თუ დააკვირდები, არის საბოლოო ჯამში მაინც მიშას სტრატეგიებით მოქმედება. იქნება ეს რევოლუციის მცდელობა, იქნება ეს რაც ახალი აქტივიზმის დაბადების მცდელობა, რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობის და მათ შორის რაც არის დაკავება კონკრეტული შენობების. იმიტომ რომ რომელი წლის ჩანაწერია ეს თქვენ უკეთ გახსოვთ, ტრეში თქვენ უფრო კარგად იცით ქართული ინტერნეტ. მიშა რო ურეკავს გვარამიას, რომ იქ ბარიკადები გააკეთეთ. ეს არის ზაბარიკადირება 2016 წელი. ხო, ანუ და ის რო ხელფასს თხოვს. კი. მაგ იდეაში ეგ სცენარი ხმოვანდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანადოლიძეს, მაგრამ ანადოლიძე აი გავუშვათ. ანადოლიძე არის მე მგონი უკვე ოფიციალური ჩაბერი. ინაუგურაციის ამბავი არის თარიღი, არის ერთ-ერთი ეტაპი ამ ბრძოლაში და ამ დროს მისაღები არის ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის ტაქტიკა, მოგესალმებით ყველას. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტდა რომ ტაქტიკურად მიზანშეწონილია, ნახეთ რა სიტყვას ამბობ, მიზანშეწონილია, რომ ის დარჩეს ორბელიანების სასახლეში და იქიდან გააგრძელოს მუშაობა როგორც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მაშინ ამ გადაწყვეტილებაში მე მას მხარს დავუჭერ და იქ ვინც იყო ოპოზიციამ, ყველამ იგივე გაიმეორა. ანუ ტაქტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები ისე ორბელიანები და ორბელიანების გარეთ ეს ხო ესე იგი აქ შეატოვეს მადამ დე პამპადოს ხო მოდი ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ რომ დაუშვათ გადაშტერდა ბოლომდე და დარჩა და ყუდით მიება სკამს ან რა ვიცი სტოლბას ხო რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ძალიან გვინდა რომ ბულდოზერით მეორე ქეჩოში წავხელი ბულდოზერს ჩააბან და გამოაწვიონ, მაგრამ არ მოხდება ეგეც რაღაცა ალბათ. რატო არ მოხდება? ბულდოზერით კაცო. ერთ-ერთი თუ ეს ქალბატონი ხა ანადოლიძე არ მგონია რომ სერიოზულად პასუხისმგებელი იყოს და არა, ზოგადად რომ მას რამე ადეკვატურობის ნიშანწყალი ქონდეს შემორჩენილი, მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ თუ გახსოვთ, როგორც ეს კეტავდა ქუჩას და ვაფშე რა პათოსითაც და ვაფშე ლაკასტილია. ხო, არა, ლაკას ეტყობა, რომ აგენტია, ლაკას ეტყობა, რომ დივერსანტია და საქმეს ასრულებს და ეს რა მიმიკითაც, აი სიგიჟე ყველაზე მეტად ღიმილში და სიცილში გამოიხატება ხოლმე თუ გაინტერესებს. ხო და არ მგონია ეს, მაგრამ ტაქტიკაზე თუ ლაპარაკობთ, ტაქტიკურად ყველაზე წამგებიანია სალომე რომ არ დარჩეს, იმიტომ რომ ესე იგი მათ მიერ კანდიდებული ჯერ როგორ განადიდეს ეგ ხო საკითხავია კანდიდებული სალომე ზურაბიშვილი რომ ძალიან მარტივად როგორც ალამუთის ციხე აიღეს, როგორც მიშა ესე აპორწიალეს, ეგეთივე კადრები რომ იქნება რომ აი ხო იცი არ მინდა ექსეტერება. კარგი, ვიცით, კაცო, მოკლედ. ხალი მოკიდები ხელს და გამოიყვანე. კუბაზე გამოჩნდა, მეგობრებო და აუცილებლად უნდა გავუშვათ. სცენაზე. სომხები და აზერბაიჯანელები უნდა გამოჩნდნენ. იმიტომ რომ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. აი სომხებო და აზერბაიჯანელებო, ძმებო, ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ. ერთი სული გვაქვს, ერთი სამშო. გააკეთეთ რა ერთად გამოდით რა, აჩვენეთ რა. აჩვენეთ თქვენ ძმებსაც აზერბაიჯანში და თქვენ ძმებსაც სომხეთში. სომხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოგილოცეს როგორც ოცნებას მიულოცეს როგორც პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, ისე ახალი პრეზიდენტის არჩევა. ჩვენო მეზობლები მოგილოცეს, ხო? რატომ უნდა გამოვიდნენ? იქნებ კარგად არიან, იქნებ არ უნდათ აი ამ სიგიჟეში მონაწილეობის მიღება. იქნებ სხვანაირად ფიქრობ. დაახლოებით როგორ რამე თქვა, იცი, ქოცების წინააღმდეგ ყველა გაერთიანდითო. ხო და ერთიანობია, მე რეალი როგორ გაერთიანდა და ხო შვილების აქცია. ეს რა თქმა უნდა, იმიტომ არის, რომ ამხედრონ შვილები მამების წინააღმდეგ. ეს ქვეტექსტია. მე ვნახე აუდიო ინჟინერების
მარში. 6 კაცი ვიცი აუდიო ინჟინერი კარგი. ხო, მე ვიცი ფერის კორექციის ტიპების მარში, ხო? მე-6 სკოლის მარში, 150.000 სკოლის მარში. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, ხო? მე ხო, ნუ აი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბუნებრივია, არის ილუზია, შექმნა იმ ილუზიისა, რომ აი ყველანაირი ადამიანი, ყველა ჯურის პროფესიის. იმიტომ რომ საბოლოოდ ესენი დანოსებს როცა დაწერენ და გარეთ რო გაიტანენ რა, იმ დანოსებში არ იქნება კადროვი რამდენი ადამიანი მონაწილეობს ამ მარშში, არამედ იქნება ჩამონათვალი, რომ აი რამდენი პროფილური პროფესია იქნება, სივრცე იქნება, მოიცვა ამ პროტესტებმა. რომ მთელი ქვეყანაა პროტესტები. ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა სიახლე აქვს მაგათ. პატარა არა. ისინი მიხვდნენ, ვიღაცა ჭკვიანი მიხვდა, რომ LGBT თემის გამოჩენა იქ გინება ეკლესიის და ასე შემდეგ არ არის მომგებიანია. თუ ხედავთ გარკვეული ეროვნული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ელემენტებით შეიტანეს. ხორუმს ეკვავებენ ქალთა ხორუმია, რა თქმა უნდა, გალობენ და მსგავსი რაღაცა პერფორმანსები ნიჭოდ ხდება. ხო იცი როგორი ეროვნული არის, ანუ საერთოდ რო არანაირი შემთხვევა არ აქვს და რეპლიკაციას თუ კოსმოსური ოდისეა ხო გიყვარს? კი. კოსმოსური ოდისეის დასასრული ხო გახსოვს? კი, რა თქმა უნდა. კოსმოსის თავარ პერსონაჟს რო სიკვდილის წინ რო უქმნიან იმ განცდას რომ ვითომ სახში დაბრუნდა რა ისე რომ თავის საწოლში კვდება რა და შემდეგ ისე ბავშვად გარდაიქმნა. ამათი აღდგენილი ის რო არის რა ადამიანის შექმნილი ოთახი და ასე შემდეგ რა და იქ რო არის აცდენა რო არის ესთეტიკაში საუკუნეებს შორის რა იმიტომ სხვა ბევრი ინფორმაციის მსგავსად ცდილობენ ქართული კულტურის რეპლიკაციას ესენი მაგიტო გამოდის ესეთი ყალბი და უნიჭონ რომ არ იცნობენ თავიანთ საზოგადოებას თავიანთ კულტურას არ იცნობენ ესენი და დავაანონსოთ თუ სადმე მონობა თუ სადმე ესე იგი აზროვნების კოლონიალიზმი და თვითშეზღუდვა და გაფეტიშება რა შეგვიძლია დავარქვათ სადმე რამე არსებობს ალეკო ელისაშვილი არის ამის იდეალური ილუსტრაცია და შეგვიძლია ჩავუშვოთ ახლა და გავუშვოთ ამერიკელი სენატორი გამოვიდა და თქვა რომ ერთ-ერთი არჩეული პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორჩა და გათავდა ხო და მე რა მაინტერესებს რომ ალეკომ რომ ესეთი რამე შევთავაზოთ ალეკოს ნაირებს რომ რა გვინდა არჩევნები რა გვინდა ამერიკის სენატორი ნებისმიერი გამოვა და იტყვის რომ ეს უნდა იყოს რა აი კინზინგერი ხო გახსოვთ ხო აი უნდა გამოსულიყო და ეთქვა რომ აესია რა რომელსაც არ ვიცი ალბათ თავის კაბინეტში მაგიდის გადატანის უფლება არ ქონდა ისეთი ლუზერი იყო და ალეკო ელისაშვილი ბიჭო ესენი რა განმეორებით არჩევნებს ითხოვე ვაფშე რაზე არის მაგაზე მაგ დისკურსზე აყოლაც და ჩვენი მხრიდან ტირაჟირება საერთოდ არ შეიძლება მაგრამ განმეორებითი არჩევნები როგორ უნდა დანიშნო იმ ძალას და რომელიც არ აღიარებს წაგებას იმან სულ აპარაკობს რომ სანამ მე არ მოვიდე მექტამე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო გამოვიდა და ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს კავშირი, უნდა გადაწყვიტოს ვისთან ექნება როგორც პრეზიდენტთან ურთიერთობა. ანუ ევროკავშირი გვიწყვიტავს ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს ვინმე სენატორი, სულ ერთია სენატორი გვიწყვიტავს. ვინ იქნება ხელისუფლებაში? ჩვენთან არსებული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც აქვს ძალიან უტიფრად იმის პრეტენზია, რომ იყოს ხელისუფლება, ამბობს, რომ მე საკუთარი ხალხი არა, გარედან, დაჟე ის კი არა, პრეზიდენტმა თქვა რაღაც ეგრე კი არა, რომ პრესპიკერმა თქვა. აი პროსტატა ვიღაც ამერიკელმა თქვა. ხო და ჩვენ რომ ვიღაც ლობისტი, აი ფარაში დავრეგისტრირდეთ, ავიღოთ ვიღაცა ლობისტი. ნებისმიერ წამოვა რა მაგლობი. აი ერთადერთი დავალება რო იყოს, იმიტომ რომ ეს ხო ესეთი კოლონიალისტი რომ აი იქ ითქვა და ქვეყანა იმას ჩავაბაროთ. გადაუჯოქროთ იმას გადაუხადოთ მარტო ერთ რაღაცაში რა, რომ პროსტა გამოვიდეს და ალეკოს მიმართოს რა. ხო რომ არ ახარ მართალი. არა. აბა ინგლისურად შეიძლება რომ ისე ვთქვა? ცენზურად რო ვთქვა? არა. არ შეიძლება. ხო ნუ გაიგე ეგ რომ მიმართოს რა, რომ ეგეთი კაცი ხარო რა, რო უთხრას. და გამოვძალეკო რა, ახან მაგან თქვა ხო ეგეც წმინდა არის და ორშაბათ კითხვა არ დაესმის და თუ ბოლო გადაცემა ორშაბათს იქნება, სადაც ჩვენ წელს შევაჯამებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხوارჯობია დღეს უფრო გეოპოლიტიკურ, უფრო კონცეპტუალურ საკითხებს. ან ვიწრო პარტიულ რაღაცა რატი ამაღლობელს და ლევან ხაბეიშვილს გავწდეთ რა. ხო, მაშინ მე ვიტყვი ეგეთ რამეს. თურქეთში ხდება ძალიან საინტერესო ამბები. თურქეთის პრეზიდენტი, რომელსაც
განუდგა სტამბული, ანკარა, ყველაზე დიდი ქალაქი, ქალაქში წააგო არჩევნები, მაგრამ მოიგო თურქეთში მთლიანად. აქვს ოცნება ჰქონდა და ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ აღადგინოს ოტომანების იმპერია. მართლაც წლების და საუკუნეების მანძილზე, სადაც იყო სირია, სადაც იყო შეხარჩენი ბატონი ლიბანი, სადაც იყო ბევრი ის ადგილი, სადაც სხვა ქვეყნებია, დამასკო, მაგათი ქალაქი იყო კი ბატონო და ასე შემდეგ, იქ წლების და საუკუნეების მანძილზე 400-500 წელი იყო ოტომანების იმპერია. დაიპყრო ოტომანებმა, თურქებმა დაიპყრეს ეს ტერიტორიები და დაამყარეს იქ თავისი წესრიგი. ეხლა ერდოღანი ამყარებს იქ წესრიგს. და არ მინდა შეშინება არავის და არც არაფერი არ და სხვა ტერიტორიებზეც აქვს გარკვეული აზრები იმ ადამიანს, establishments და ასე შემდეგ. მაგალითად არა, რატო არ გვინდა კაცო ეს საჯარო ინფორმაცია არის ერთ-ერთ ტელევიზიაში, შეგვიძლია თუ იმეს დაინტერესებს მე ლინკებიც მივცეთ და ფაქტობრივი მასალებიც ერთ-ერთ პროსახელმწიფო ტელევიზიაში. ხო, სადაც ნახე ყველას ჰქონდა ამის ვარაუდი, რომ როდესაც სირიის კონფლიქტი, იმიტომ რომ სირიაში იბრძოდა აბსოლუტურად ყველა სუპერძალა, ესე ვთქვათ რა. იბრძოდა გალფის ქვეყნები, ხო, იბრძოდა გალფის ქვეყნები, იბრძოდა ძველი ალ-კაიდა კი არა, ISIS-ი, იბრძოდა ამერიკა, იბრძოდა რაც ყველაზე მთავარია რუსეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ აქ იხელთე დრო და ყოველთვის ესეა, რომ როცა ორი ადამიანი ჩქოს, მე მეზობელი ხეირობს ამით, თურქეთს აუმაღლდა რეპუტაცია 1-2 და უკვე თხოვენ რეგიონში იყოს დამლაგებელი. ეხლა ჯერ სირიის საკითხის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, რომ ხა ის ხო არ არის მორალის პოლიცია ან რაღაცა ამერიკისნაირი ჟანდარმი, რომ ის რა ქვია, პლან მართალი გაარჩიოს, მას აქვს თავისი ინტერესები, ტერიტორიები. პირდაპირ ამბობს, იმპერია უნდა აღადგინოს კაცო. და ამ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო არხზე გავიდა, ეს ხო დისკურსი ამის ვერბალიზაცია უკვე ხო დაიწყო. იქ მონიშნული ვარ ჩვენც აჭარის ტერიტორია. ამაზე ვინ უნდა დაგვიცოს, ჩვენ რომელ ქოლგის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ? ეს დიდი ალბათობით ეხა ეს პროცესი ეს არც დაიწყება და რა თქმა უნდა, რომ არ დაიწყება, თუმცა ეს ხო დისკურსი ხო შეიძლება საუბარი ხო გასათვალისწინებელია. ნახე ეხა რა არის, მე რომ ამბობ, რომ 1-2 ამაღლდათ ხო თურქეთის რეპუტაცია რეგიონში. ნახე, ეხლა იქნება მარში და მოთხოვნა იმისა, რომ სირია დაალაგე, ეხა იმოქმედა ისრაელში. ამას მოთხოვენ ასევე პროსახელმწიფო ძალები. და ეს ხო ერდოღანის მიერ ნაკვებივე დისკურსია, მიხვდი? და გეტყვით, ხდება უნიკალური რამ, ნატოს ქვეყანას შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუხუროს სანქციები. ეხლა ტრამპი ამბობს, რომ სანქციები მე არ მევასებაო, მაგრამ აი ესეთი მოულოდნელი რეიდი, რომელიც რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით პუტინთან გარკვეულწილად შეთანხმებული იყო, ბუნებრივია, არ დარჩება ამერიკის თვალსაჩინოს გარშე. მოდი ისიც აღნიშნოთ, რა თქმა უნდა, ტრამპს აქვს ცალსახად, ტრამპს არა, ამერიკას აქვს ცალსახად გამოკვეთილი პრო-ისრაელის პოლიტიკა. შესაბამისად მას ექმნება პრობლემა ევროპაში, იმიტომ რომ ევროპელი თუნდაც მინიმუმ ახალგაზრდობა და ევროპელი თქვა და გასარკვევი ევროპელი ახალგაზრდობა რას ნიშნავს? ესე ვერ რომელი ახალგაზრდობა? ძალიან აბსოლუტური უმრავლესობა, მე ვიტყვი, აბსოლუტური უმრავლესობა არის რომელი ქვეყნის პრო-პალესტაინ მთელ ევროპაში. ანუ მემარცხენე დისკურსი და ეხა მემარცხენე დისკურსი არის მთელ ევროპაში. სტუდენტობა კი ბატონო. არც სტუდენტობა, არ ნახე შალვა და რატო პოლონეთს რატო აქ პოზიცია, ესპანეთს რატო? არა, შალვა რას ამბობ? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მით უმეტეს პოლონეთის ხელმძღვანელობა თქვა, რომ დავიჭერო, რომ ჩამოვიდეს. ამას რა თქმა უნდა და ედავებიან გენოციდს. ხვდები? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი გენოციდი. ეხლა საქართველოს განაჩენი. ეხლა შეხედე საგარეო საქმეთა განაჩენი არა, მე მგონი აღკვეთი ღონისძიება. და ეხლა პრო-ისრაელის აი უილსონზე რო ლაპარაკობდნენ, ჯერ ეს უილსონი არის ზუსტად იგივე კალიბრის, როგორც იყო კინზინგერი, აი უბრალოდ ლობისტი, რომელიც რაღაცებს წერდა. აღარ მახსოვს ის სახელი, ეხლა ინიშნება საგარეო საქმეების შეფად. ნუ ამერიკას ექნება ცალსახად გამოკვეთილი პრო-ისრაელის პოლიტიკა, რაც ევროპასთან არა, ისედაც ამერიკას სერიოზულ წინააღმდეგობაში. მოდის მეგობრებო, მაგარი რახან ეს და რატო ასაფორთებს მაშინ აქედან რო გავყვეთ ამ ჯაჭვს?
ილონ მასკი AfD-ს. იმიტომ რომ ევროკავშირის იდეას ებრძვის ამ ევროპესიმისტებს იკრებს არა, ჩვეულებრივად. მაგას ვამბობ, ევროსკეპტიკოსების გაძლიერება ნიშნავს საფრანგეთში და გერმანიაში თუ Brexit-ი და ის მოხდა და გერმანიამ დატოვა და AfD-ს გამოკვეთილი პოლიტიკა. ერთიანი ევროპა არ ექნება და ცალ-ცალკე ყველას არა, მორჩა საფრანგეთი და გერმანია თუ წავიდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ესტონეთი და ლატვია დარჩეს გეოპოლიტიკური რასკლადის შემდეგ ჩვენ უნდა აუცილებლად ნახოთ აკუბარდიას და გიაბუღაძის დიალოგი შეუძლებელია პროსტა რომ არ გავუშვით. არ დაგავიწყეთ რომ დედით მეგრელი ვარ და მე ჩავერთე მეგრელების იმაში რა ქვია. აბარა რა კარგი ქები. კიცეს კიდევ. მაგრამ საიდანო და მეუთხარი დედით ვარ მეგრელი. ნახერად მეგრელი ხარ მითხრას და როგორ შეიძლება ნახერად მეგრელი იყო მეთქი უთხარი. აი ბეგია მე ყოველ შემთხვევაში გამიხარდა რომ რაჭველები და მეგრელები ერთად მოდიან. საკმარისია. გაჩენ. იუმორის სერიოზული კოეფიციენტი. ეს სანამ ამ კაც პირი არ გამოუჩნდება ერთადერთი პროტესტს ვაცხადებ მის დაკომენტარებაზე. რას მივაქცე ყურადღება, იმიტომ რომ სხვას ვერ მივაქცე. მე რადიო დავაფუძნე თავის დროზე მუსიკალური ჯგუფების პროდიუსერი ვიყავი და ხმა კარგად მისმის, ხო? აი ერთადერთი შემთხვევა, რასაც ახლა უყურებ, ხა ჩვენი ზუკავით ამეთანხმება, სტუდიის ხმა გაცილებით უფრო ცუდია ვიდრე ჩარტვის. ეს რა თქმა უნდა. მოხერხება უნდა ამის. აი რომ მოვისმინე გავჩერე. იმიტომ რომ მე რამდენად უნდა მოგიყვე. ძალიან სერიოზული. რომ ანუ ამას არა, ამას მიღწევა. ბიჭო, საეთეროში თქო. საეთერო ოთახი ერთად შეიძლება მოწევა. გესმის შენ? ამ კავკასიის საეთერო ოთახი მოწევა რომ გინდა კავკასიაში რო ხარ სტუმრად, სადაც შეყავხართ რა აქ ეწევით რომ არის საეთერო. და ბარე მაკუბარდიას და მარგველაშვილის და კუბარდიას დიალოგი. გაუშვით. მე ახლა ვერ წარმომიდგენია 29 დეკემბერს. მართლა მეწოდება ეს მიხეილი გვარს ვერ ვიმახსოვრებ იმ ფეხბურთელისა, მაგრამ 4 შვილი ყავს. რა თუნდა რომ მიდის ესეთ საქმეს? მე ურჩევდი აქედან კეთილად გირჩევ მიხეილ. შვილების ხათრით მაინც უარი თქვი. არ არის ეს ლოგიკური და ნორმალური. აი ესეთი შეხვედრა დახედახე მარგველაშვილის ინაუგურაციაზე იყო. არ მარგველაშვილს რა სადღაც იქ 150 კაციან დარბაზში 70 და 80 კაცი იქნება და იქ ნუ მე მგონი უგრძელო იქნება რომ პარლამენტის ეზოში შედგა. არა შენთვისვე ცუდი იქნება შენი შვილებისთვის და უარი თქვი მაგ ამბავს. ხო მე ას გიკრავდა ხალხი არ გახსოვს გიორგი ყველას მოსონდი შენ ყველა სიყვარული თუ არ მოგადგა ეს კაცი და ხელს ერს დილობისთვის ჩამოგართვევს არ არის ეს გულწრფელი და შენ იქ გულწრფელად ფიცი დადები მე კარგად მახსოვს იმ ფიცის ტექსტიც აი გაჩერე აი ეს გიორგი მარგულაშვილის ინაუგურაცია შედგა პარლამენტის შენობაში მახსოვს კარგად იქ არ ვიყავი კაცო გიორგი მარგულაშვილს ყველამ ხმა მივეცით იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უჩერდქვა და ბიზნეს ივანიშვილს უჩერდით მყარზე ერთადერთი ბიზნესი გიორგი მარგულაშვილის ხარდაჭერის და მის დამი თუ შეიძლებოდა რომ პოზიტიური განწყობა შექმნა და იყო ეგ და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სად შედგა თუ გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის იქა და მე ერეკლე მეფე მოღალატეა ჰა ხო და მე ეგძალა ამბობს რომ ერეკლე მეფე მოღალატეა ხო ეხა მე არა ოღონდ მან თემა ეგა რომ ეგ ძალა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას აპირებდა და ძალადობრივად უვარდებოდნენ ხეზე და იქ ხო შემოსხდნენ და მელია რომ შეახტა და კირკიტაძე ავტობუსმა მე მახსოვს თქვენ თუ გახსოვს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ვინ დაესწრო არ მახსოვს აი ეგეთი იკონური ფიგურა ვინ იყო მე მგონი და პაატა ხურდაძე ხო მაგრამ მე მგონი ვიღაც იყო საუდის არაბეთთან ჩამოსულყო პრინცი ხო არ იქნება ვიღაც იყო ალბათ რაღაცის კომპანიის მფლობელი არ მახსოვს მართლა რა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ვინ დაესწრო მეთქი უცხოელი ჰა USAID-ის დირექტორი ეს კაი ფორმატია მარკეტინგის იმიტომ მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ მამუკა ხაზარაძე არ შეიძლება რომ არ ვნახოთ მეგობრებო შეუძლებელია გიგანტი ლეგიტიმური ინსტიტუცია საქართველოში არის პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ეს არ იცვლება არც 29-მდე და არც 29-ის მერე და ახლა თუ იმეს წარმოუდგენია რომ პრეზიდენტის ლეგიტიმაცია შენობით განისაზღვრება
გასაგებია ჩვენ ფორმას ვანიჭებთ მნიშვნელობას და სწორია, ხო და წადით ამ შექმნილ სიტუაციაში დარჩება თუ არა ქალბატონი სალომე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შენობაში, ეს მისი გადასაწყვეტია და მან გითხრა ამის შესახებ. მე რო ლისტზე ავიდე ამას რომ ნახევარ ლისი რო ნაყიდია. იქ რომ იმას შემოვღობო. ჩემთვის კარგი კვადრატულობა. რო უთხრა ეს ტერიტორია ჩემი არის. პატრონს გამოუძახებს თუ? ხო, მიიღებს. მე გეტყვით ახლა ზამშლონ ამბავს. ესენი რატო გაუშვი ხო? სანამ ამას სიტყვა ერთ კომენტარს გავაკეთებ ხმა ხო არ აქვს უმნიშვნელობა სად იქნება ამ რიტუალურ ფორმალისტურ თვალსაზრისით. ჯერ კიდე თემურ ალასანიას პერიოდიდან კუბაზე და თემური რო განიხილა ალტერნატიული სენატი გავაკეთოთო ალტერნატიული ვაფშე რო თამაშობენ კომპიუტერულ თამაშს ვაშაძე ხო თქვა პრემიერი მე ვარო გიორგი ჭიჭე თქვა ნუ რაღაცა პრემიერს ეძახია რა მოკლედ არალეგიტიმური მთავრობაა ეს საერთოდ გაიყო მაგას ვამბობ სულ რაღაცა მოუწყო როდის ვამბობდი ჯერ კიდე შოუსპონჩი რაღაცა გაუკეთოთ რა ლაზიკა კარგია კაცო რამე უფრო ადგილი მაგ კარგი ადგილები ხალხო ეხლა რატო გაუშვი ლაზიკაში რა ეხლა რა ხდება გარდა მელიასი და ნიკუტასი სამივე პარტიამ ოპოზიციურმა აიღო დაფინანსება. დაფინანსება როგორ განისაზღვრება, ხო იცით? რაღაც გარკვეული თანხა არის თითოეულ მიღებულ ხმაზე. და თუ შენ ამ თანხას იღებ და ეთანხმები, ესე იგი შენი ხმების ოდენობასაც ეთანხმები. აბა ფულს როგორ გიყოფე, ხო? მათ აიღეს, ფულს ვიმოქცევს. რა თქმა უნდა, მათ აიღეს ეს ფული, რითაც დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაგავთ. რა თქმა უნდა. ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი გვარამია გაუშვათ ეს 29-ზე ძალიან საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობ. გეტყვით რა არ მოხდება და არც უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 29 ოქტომბერს. სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური ვადა დადგენილი არის ამოწურული, მთავარი დებულება კონსტიტუციური არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ანუ როცა ის დადებს ფიცს. ჩვენ ახალი პრეზიდენტი არ გვყავს იმ უბრალო მიზეზით, რომ დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და ხმოსნები და შესაბამისად, როდესაც არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, ვერ იარსებებს მის მიერ ლეგიტიმურად. ბიჭო ეს რა პროცესი გაცა, აი. ხო, მოდი ესე ამას ეს ადამიანი ამბობდა რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა არჩევნებშიო, მე ქვეყნიდან წავალო. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ქვეყნიდან არა, იქიდან წავიდა. ბევრს ჯობია უთიფრობაში, გუბაზის დონე არ არის შეიძლება, მაგრამ მიშას დონე მაგრამ დაახლოებით იქ არის რა. მე იმის ყვამიდა. არის არ არის გიჟია და მაგითო უფრო ეს გიჟი არ არის. ნუ ხო ამბობს რომ წავლებზე ვიჭერ. არა, ბიჭო, როგორც კი ხელი მოკიდეს, თავი როგორც აიქცია, დაინახე. აბა. აი, ეგრევე არის ესეთი დაუშვათ მატრი, ხო? თიც რო დაად, ქვად გადაიქცევა, ანუ ეს თვით გადაჩენის ინსტინქტია. ხო, ზოგი აი ყვავილიც არის ეგეთი, რომ შეიკრება, ხო? თავი წაიქცია ადამიანმა, იმიტომ რომ მიხვდა რომ უკვე ეგრე ჯობია, ხო? სინამდვილეში არაფერი სულად არ გამختარა. მე უბრალოდ ამათ მინდა ვგიწყოთ. აი 29 კი ბატონო. და დამთავრდა უფლებამოსილება, დაუმთავრდა ამ ბაბაიაგას და გადავიდა სხვაგან, ნუ სალობიეში წავიდა ალბათ, ან ამის თავის სახლში წავიდა, რამეს ხაზარაძემ დაუთმო ოფისი, ხო დაუშვათ, ხო მნიშვნელობა აქვს. ანუ ამის მერე ის გამოსცემს დეკრეტებს გიჟი თავისუფალია იქ ხო და პრეზიდენტია რა ხო არა ნუ ეს ხო გიჟი თავისუფალია ხო ხო და პრეზიდენტი დევნილობაში არ იქნება იმიტომ რომ აქ იქნება აი რა კომიკური ფიგურა იქნება ხო დევნილობაა კაც აყოფნა ეგ არ დაგაუწყდეს ჩემი ბავშვობის დროს იყო ესეთი ადამიანი მე მეცადე რომ სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი მერე უნდა იყოს მიშა სააკაშვილი და არ არსებულ თანამდებობაზე უნდა იჭყუყონ აი კოლა იყო ესეთი ადამიანი თბილისის კოლორიტი დადიოდა ტროლეიბუსებით მაშინ ტროლეიბუსები იყო და ფულს აგროვებდა და იძახდა რომ აი ბევრ ამას იძახდა საკუთარ თავზე ხო აი კოლას დონის ადამიანი იქნება ჰა გიჟმარინა უფრო მაგარი დონის კალი იყო გიჟმარინამდე ბევრი უკვე მართლა უყვარდა ხალხს და ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა და აი აბა მე რა მაინტერესებს აი რა იქნება ხო
როგორ იქნება პრეზიდენტი უბრალოდ? აი, რას იქნება რა, ანუ არის. ანუ ჩემთვის პრეზიდენტი ხარ? კურდი ხარ ჩემ თვალებში, ხო? ესე თემა იქნება. და ჩამოვა ვიღაც უცხოელი და შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. არა, მაგდონეზე არა, რატო? ბოლომდე მიყვეთ სიგიძეს. ერთმანეთს ახლა ვიღაც ახლა ესეთ მოგონილი თანამდებობა. ჟიგიმანტასი ჩამოვა და შეხვდება. ჟიგიმანტასი შეხვდება. რასა? რასაც კი. ხო და აბა რა გინდა მოუწყვია ყველაფერი. აი, ახლა ეგ ღვთისპირიდან ამოყრილი ხალხი ეგრე ინდეს მოგიძებდი, ინდეს ვეტოს დაარდებს კანონს. და შენ გინდა ინდეს ჩამოგიყვა და შენზე შევახვედრე ვეთქვი რომის პაპია. კი, რა პრობლემაა. არა, მე უბრალოდ რა მაინტერესებს რომ აი როგორ იქნება, აი ტექნიკურად, აი ტაქტიკურად როგორ წარმოუდგა. ალტერნატიული ინაუგურაცია უნდა მოაწყონ სალომეს. ჰა? ალტერნატიული ინაუგურაცია. ეგეც არაა პრობლემა, კაცო, ხორუმს იცეკვებენ ქალები, აი ეს იოგები რაღაცებს გააკეთებენ. ჟიგიმანტას ჩამოვა ის რა და მამა რუსუდანი აკურთხა. ა? იაკნოვიჩიანი ის დამბლდორი, მამა დამბლდორი. ის ფერ იმაში რა ქვია, ქალბატონი ეპისკოპოსიც იქვე იქნება, ბაზარი არ არის, ჰა? მამა რუსუდანი. მამა რუსუდანი ვინც არის? არა, ეპისკოპოსია. თურმე, მამა არ არის. მოკლედ, დამშრალობა. არ მინდა არავის რელიგიას. ხო და ნუ მოკლედ მან თემა ის არის, სალომეს უნდა ქონდეს ალტერნატიული ინაუგურაცია, ანუ დრამატურგიულად მაგას ითხოვს მათგან წამოსული ნარატივი. ანუ რა არის, იცი რომ უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის რაღაც ცენტრი. თემურ ალასანია ხო ბაზრობდა იმ ალტერნატიულ მთავრობაზე, კაცო. სალომე არ არის წინააღმდეგობის ცენტრისთვის გამოსადეგი ფიგურა. ბიჭო, ძალიან მაგარია არა და ორი პრეზიდენტი და იმენა თემა. ხო, ანუ ჩვენი პრეზიდენტი ეს არის, ხო? ამ მთავრობას არ ვცნობთ და ჩვენი პრეზიდენტი მაშინ ხო პრემიერიც უნდა ყავდეთ. რა თქმა უნდა. პრემიერი ხო მითხარი ვაშაძე იქნება. ვაშაძე კი. შინაგან საქმეთა მინისტრი. პოლიციელებდა რომ მივაწერთ თქვენი შინაგან საქმეთა. თავის პოლიციას უნდა ყავდეს. პოლიციას. ვაფშე ალტერნატიული სტრუქტურები უნდა ქონდეს. თავის იუსტიციის გეუნები ლაზიკად ხო. ლაზიკა. უმენი შოუ გამოდის ლაზიკაში გაუშენოთ. ჯიგრულად, მაგრამ იქ დაჭამენ ერთმანეთს. მოღონ მართლა დაჭამენ კაკრას. ჰა? ხო, დაჭამენ. დედას უტირებენ. ცემენ. მიშაც იმ ციხეში გადაუყვან. მიშა იქ არა, იქ გაუშვა. არა, მიშა მოერევა. აბად მოერევა. კი. მიშა იქ ციხეში. იქაცო ციხეში დაჭამენ. იქაცო ციხეში. ეს არ შეიწყალებს ეს პრეზიდენტი? ჯო არა, იქ ისე მიშა არ უნდა გაუშვათ იქ. მიშა უნდა იყოს ჩვენი პატიმარი. არა, ჩვენი პატიმარი უნდა იყოს. ხო, აი, მარშებს უყურებ და ძალიან საინტერესო მარშებია რა. სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ. მერე ქართველი გერმანისტები ევროპელი მომავლისთვის. ვერ ჩაახშობს აუდიო პროფესიონალების ხმა საქართველოსთვის. აუდიო მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის მრევლობა. აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად გემზე ავიყვანო ეს ხალხი და მერე ბულგარეთში გადავსვა. ხო შეიძლება? არა პრობლემა. ამათი პრობლემა ყველაფერი. 13 საათზე გაფიცო. კარგით მეგობრებო, მოდი ჩვენ დღეს დავიზიაროთ, კი არა და დავისვენოთ დღეს, ჩვენგან დაისვენეთ. რეალურად წინა საახალწლო დღეებია, არაფერი არ ხდება. დოიცკი შოპინგზე დადის. დოიცკი შოპინგზე დადის და პრობლემა არ არის დოის შოპინგზე დასვლა. რაც შეეხება უკვე დაიდო სია იმ ბიზნესებისა, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან, თბილღვინო ერთ-ერთია თბილღვინოს დამფუძნებელი თუ მენეჯერი გამოვიდა და თქვა რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და თვითონ ოკუპანტთან ვაჭრობს 10 მილიონი აქვს ნავაჭრი 10 მილიონის ღვინოა გატანილი. ბევრი ასეთი და კოკაკოლას შემოტანილი აქვს რაღაცეები. ნუ უამრავი ასე ვთქვათ ბიზნესია, რომელიც გვებძვის გადატრიალება უნდა და რევოლუცია, მაგრამ business as usual ესე ქვია, ხო? განვაგრძობთ მათზე დაკვირვებას, შეძიგებს მალე ნახავთ. მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით ორ შაბათამდე.